Vano Merabishvili და ზურაბ ადეიშვილი გასცეს თუ არა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ტელეკომპანია იმედში სპეცრაზმი შეჭრის და დარბევის ბრძანება. რაც ჩვენებები მისცეს დახურულ სასამართლოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის მოქმედმა და ასევე ყოფილმა სპეცრაზმელებმა, რომლებიც იმედში სპეცრაზმის შეჭრისას იმყოფებოდნენ. Როგორი იყო 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში იმედის სარედაქციო პოლიტიკა იმედის საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები ნახეთ ბელა ზაქაიძის რეპორტაჟში. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის ყოფილმა და მოქმედმა სპეცრაზმელებმა დახურულ სასამართლოს სხდომაზე დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ტელეკომპანია იმედში შეჭრის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. მათი ჩვენების შინაარსი პროკურორმა და ადვოკატმა გაახმაურეს, თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულად. პროკურორის განმარტებით სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ მათ ტელეკომპანია იმედში შეჭრის ბრძანება პირადად ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილისგან ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში მიიღეს. ადვოკატის განმარტებით კი სპეცრაზმელების ჩვენებით მათ არც ერთი მინისტრი არ უნახავთ. დაადასტურეს, რომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი 7 ნოემბერს დღის ბოლოს შეკრებილი იყვნენ მოდულის შენობაში და იქედან გააგზავნეს მათი მითითებით წავიდნენ სპეცრაზმელები და პოლიციელები, რომლებიც შეიჭრნენ ტელეიმედში. რეალურად ადეიშვილის და მერაბიშვილის მოდულის შენობიდან ხელმძღვანელობდნენ ამ დანაშაულებრივ ღონისძიებას და სწორედ მათი მითითებით მოხდა ტელეიმედის ძვირადღირებული აპარატურის განადგურება და ჟურნალისტებზე ძალადობა. ის დაადასტურეს დღეს დაკითხულმა მოწმეებმა. არც ერთ მოწმეს, არც ერთი მინისტრი იმ დღეს თვალით არ უნახავს. შესაბამისად, რაზეა საუბარი, სად იმყოფებოდა ამ დროს ადეიშვილი, სად იმყოფებოდა ამ დროს მერაბიშვილი. მთავარია, რომ ამ დროს პოლიტიკური ოპოზიცია რუსეთთან შეთანხმებით გეგმავდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში. არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ან ივანე მერაბიშვილს, ან ზურაბ ადეიშვილს, ან რომელიმე თანამდებობის პირს გაეცა იმედის დარბევის ბრძანება. ტელეკომპანია იმედის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი სპეცრაზმელების ნაწილში პროკურატურის შუამდგომლობით დაიხურა. ბრალდების მხარის მოთხოვნას დაცვის მხარეც დაეთანხმა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ პერსონალური და პროფესიული საიდუმლოების დაცვის მიზნით სასამართლო ვალდებული იყოს სხდომა დაეხურა. იზღუდება მათი საჯარო ჩვენება ასევე ტელევიზიის საშუალებით ხოლმე დაიხუროს კონტროლები ამატავზე და ხოლმე ჟურნალისტებსაც რომ არ მოხდეს ვიდეო გადაღება ამ მოწმეების მიერ გადაღებული ინფორმაციის. ვინაიდან ნამდვილად სპეციფიურ კონფლიქტთან გვაქვს ამ შემთხვევაში და სტატისტიკაც სპეციფიური განხარდა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ისეთ შემთხვევაშიც მიიჩნევს სასამართლოს წოდებას დააკმაყოფილოს ასეთი საშუალებაა და ამ ნაწილობრივ დაიხურება სასამართლოს სხდომა. სხდომის დახურვამდე ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე დაიკითხა, რომელმაც საუბარი 7 ნოემბრამდე არხის სარედაქციო პოლიტიკით დაიწყო. ჟურნალისტის განცხადებით 7 ნოემბრამდე იმედი კრიტიკული იყო. ტრაპაიძემ კონკრეტული სიუჟეტებიც გაიხსენა, რის შემდეგაც სახელისუფლებო გუნდსა და ტელევიზიას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ჟურნალისტის განცხადებით ეს სიუჟეტები გირგვლიანის და ცალანის საქმეებს, ასევე გლეხის მიერ ვაზის გაჩეხვას ეხებოდა. ტრაპაიძემ 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრის და ჟურნალისტებზე ძალადობის დეტალებზეც ისაუბრა და ჩვენება 7 ნოემბრის შემდგომ აღდგენილი იმედის სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრით დაასრულა. შემოვიდა პატარკაციშვილის მეუღლე და თვალე წამართვეს ეს ტელევიზია და ბრძოლება ამ ტელევიზიისთვის, ამიტომ თქვენ გააგზავნეთ მუშაობა მეტი სასამართლოში სგზით გავაგზავნეთ ბრძოლას, შემდეგ 2 საათში შემოვიდა და ჯოზეფ კეინი გამართა თათბირი და მე სულ მქონდა ეს განცდა, რომ სართმეულ ტელევიზიაში მუშაობდი და რაც უკანონობის თანამონაწილე ვიყავი, აპრილის აქციები ახორდებოდა, პატრიარქის კომისარი იყო მაშინ ძვარცდები, რომელიც ამბობდა, რომ ჯარს მოუწოდებდა, რომ ხელი არ ახმართო თქვენს თანამდებობ მოქალაქეებს. დაახლოებით პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოდო, ჯარს მოუწოდებდა, ასეთი იყო მოკლე შინაარსი ამ კომენტარის, რომელიც ერთ გამოშვებაში გავიდა სრულად, მეორე გამოშვებაში გავიდა მთავარი ფრაგმენტის გარეშე და ეს უკვე რაღაცნაირად საფაფივით იყო ჩემთვის და მისესივითაც, რომ აღარ დარჩენილიყავი იმ ტელევიზიაში.
ტელეკომპანია იმედში შეჭრაზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ედავებიან მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს. ბრალდების მტკიცებით ტელევიზიაში სპეცრაზმის შეჭრის გადაწყვეტილების მიმღები და ორგანიზატორები სწორედ აღნიშნული პირები იყვნენ. დავით კეზერაშვილს, გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წაყენებული ტელეკომპანია იმედის კანონიერი მესაკუთრისათვის წართმევის და ჯოზეფ ქეიზე გადაფორმების ეპიზოდზეც. შემდეგი სასამართლოს ხდომა 21 ივლისს ჩატარდება.